ჩვენს ქალაქშიც არის ლამაზი სახლები, ძვირადღირებული სახლებიც, მე ეს ერთხელ უკვე ვთქვი და ვაგრძელებ თქვენთვის ჩვენი ქალაქის ულამაზესი სახლების ჩვენებას. აი ასეთი სახლებიც არის ჩვენს ქალაქში, ახლა დაშენებული. ერთადერთი ნაკლი, რასაც მე ამ სახლში ვხედავ, არის ციცაბო ასასვლელი. ფეხით ჩამოვედი და არ დავრისკე მანქანით ასვლა ამ ციცაბო ასასვლელზე, რამე თუ ვიფიქრე, რომ ალბათ უსაფრთხო არ იქნებოდა. თუმცა ვიცი, რომ ძალიან თავისუფლად ავა მანქანა. მით უმეტეს, როდესაც 4-ვე სავალი საბურავი გაქვთ, მაგრამ თორე სახლი თვითონ დიზაინით არის მშვენიერი, წინვალე, ულამაზესი, ჩაფლული ხეებში, გარშემორტყმული ასევე დიდებული სახლებით, ძვირადღირებული სახლებით, ჩვენი გარემოსათვის, ჩვენი რეგიონისათვის და არაფერი აქ დასაწყუნი სხვა არ არის. შევიდეთ შიგნით და დავათვალიერებ. აი შემოდიხართ ასეთ სივრცეში, ძალიან კარგი ხარისხით არის ყველაფერი გაკეთებული. აი მომწონს ეს ჭერიც 95% თქვენი დროის გაატარებთ სამზარეულოში. ფართე სივრცეები, 4 მანქანა ძალიან თავისუფლად გაჩერდება ამ ავტოფარეხში. ავტოფარეხიდან აქ გვერდით არის სამრეცხაო, აქვე არის საბაზანო. ესეც მშვენიერია, იმიტომ რომ ხანდახან ხდება ისე, რომ მოდიხართ სახლში და პირველი რაც გინდათ გააკეთოთ არის შევარდეთ საპირფარეშოში. თავარი საძინებელი ოთახი. ძალიან გემოვნებიანად არის გაკეთებული ყველაფერი. საუნაც კი არის ამ საბაზანოში, ძალიან დიდებული შხაპი. მე მგონი არაფრის დაწუნება არ შეიძლება აქ. მშვენიერი სივრცეები, აქ 2 საძინებელი ოთახი გვაქვს. ჩვენ შტატში ეს არის მნიშვნელოვანი დიდი ფანჯრები, რამე თუ ჩვენთან სუსხიანი და ვრცელი ზამთრები იცის და ამიტომ დიდი ფანჯრები და სინათლე არის სიცოცხლისათვის აუცილებელი. თუ გნებავთ რომ არ დაგემართოთ დეპრესია, საჭიროა დიდი ფანჯრები და ამ სახლს აქვს ეს ყველაფერი. დიდი ჭერები, სივრცეები, ფანჯრები და ბევრი ფანჯრები, რამე თუ ჩვენ გვჭირდება ბევრი სინათლე. საკმაოდ ომახიანი ადამიანი ვარ, არ მჭირს დეპრესიის საფრთხე, მაგრამ მე წარმომიდგენია ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ესეთი პრობლემა, როდესაც საკმარისი სინათლე არ არის და ხანგრძლივი ზამთრებია, ადვილია დეპრესია დაემართოს ადამიანს. ეს უკვე პირველი სართული, ასე ვთქვათ, ანუ მიწისქვეშა სართული, რომელიც მიწასთან არის გასწორებული, აქ შეგიძლიათ გახვიდეთ, წვადი შეწვათ, დაგრილოთ. სივრცეები არის ბრწყინვალე აქაც. კიდევ ერთი საძინებელი ოთახი აქ, საბაზანო ოთახი. კი ბატონო. wet bar, როგორც ჩვენ ამერიკაში ვეძახით, ეს არის family area, აქ დაიდგება ბილიარდი, პინგ-პონგის მაგიდა, ну რაც გნებავთ, ვიდეო თამაშები, ტელევიზორი ჩამოიკიდება დიდ სივრციანი და ну მოკლედ შეიძლება ეს ჩვენივრად ავეჯით. აქ არის სათავსოები. აი ასე არის მოწყობილი ეს სახლი. წყლის გამაცხერებელი, ელექტრო ყუთი. კი ბატონო, მშვენივრად შესრულებული რადონის mitigation system. ანუ ჩვენს ქალაქში არის მაღალი რადიოაქტიული გაზი, საერთოდ იმის გამო რომ ბევრი გრანიტია და ამის გამო გვჭირდება ესეთი მოწყობილობები, რათა გაიწოვოს ეს რადიოაქტიული გაზი. მოწევის შემდეგ ეს არის პირველი ყველაზე დიდი საფრთხე ჯანმრთელობისათვის. რა არის ამ სახლის ფასი? ვიცი რომ ბევრი შეკითხვა იქნება ფასზე. ფასი. ვისაუბროთ ფასზეც. მაშასე. ამ სახლის ფასი არის 1,50,000 ამერიკული დოლარი.